სისხლის ჩაბარების აქცია რუსთავში ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის ინსტიტუტმა აქცია ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად ჩაატარა. სისხლი გაიღეს რუსთავის მერიის, საკრებულოსა და აიპების თანამშრომლებმა. აქციის მიზანს სისხლის დეფიციტის აღმოფხვრა წარმოადგენს. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის აქციების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. ძალიან ხშირად არის ესეთი პროცესები, როდესაც ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებელი არის გარკვეული ჯგუფის სისხლი და ვერ მოიძიება ხოლმე. აქედან გამომდინარე თვითმმართველობა ყოველთვის ცდილობს რომ მსგავსი მოთხოვნები როცა არის მაქსიმალურად ჩაერთოს. დღესაც მერიის შენობაში არის აქცია. ის ვისაც აქვს სურვილი რომ სისხლი ჩააბაროს და კეთილ საქმეებისთვის გამოვიყენოთ, მოდიან და აბარებენ სისხლს. დღევანდელი აქცია ჩვენს ქალაქში და კერძოდ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია. იმდენად რამდენადაც ამ აქციით საქართველოს მასშტაბით 40 კლინიკა მარაგდება სისხლით და ჩვენც ჩავთვალეთ რომ დღევანდელ აქციაში აქტიურად მონაწილეობა მიიღოთ. აქტივობა არის ძალიან კარგი, მსურველები არიან ბევრი და ვფიქრობ ასეთი აქციები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგანაც თითოეული ადამიანის გაღებული სისხლით 3 ადამიანის სიცოცხლე იქნება გადარჩენილი.